მართლა გეუბნებ, რომ ეგრევე პოლიციას დაურეკავ და დავაჭერინებ თქვენ თავს. გასაგებია? ვერსადაც ვერ დარეკავ. მე დამირეკავ. აბა დროებით. დიოტკა ეს. შენ არ გძინავს? არა, არ მეძინება. Facebook-ს ვათვალიერებ და მე დავისვენებ. მოაშორე რა ეგ ტელეფონი რა. ბავშვ თვალები არ ატკინოთ, არა? დაცინებენ მერე სათვალეების გამო. სათვალე რა დასაცინია? ბიჭზე გოგო, აუ მაი კაი რა. ივლის მერე 5-ოსანივით. სამაგიეროდ გოგო 5-ოსანი ხოა კარგი. მე ხო ყავს 2. ო, ჩემი სიცოცხლეები. იცი, ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ არ მეწყნებოდა მესამეც რომ გოგო ყოლოდა. ხეზე დააკაკუნე და პირზე ხელი მიირტყი რა, მესამე გოგო არ გამაგიჟო ეხა. მესამე გოგო. რატომ რა მოხდა? ხო ყავს ხალხს 3 გოგო. აი მე, აგერ ნუყრის 4-იც ყავს. 4-იც, მაგრამ ეღადავება მთელი სოფელი. ანგელოზივით გოგოები ყავს. ანგელოზი რა თუნდა მერე? რას ნიშნავს რა თუნდა? გათხოვდებიან გოგოები, ჩაბარდებიან პატრონებს და დარჩება ნუკრი თავის ძოლთან ერთად. ეგრეა რა, დაღუპულია უბიჭო ოჯახის საქმე. კარგი რა, მთლად ეგრეც აღარ არის. რომელი საუკუნეა? ეგრეა ზუსტად. და მის ბევრი არ მაყდა ნუკრიმდე. კიდე კაი გაგვიმართლა, თორე მეც კარგად მეღადავებოდნენ. რამდენსაც მიბედავდნენ ისე. ხო, შენ ბევრს ვინ გაგიბედავს? მაი ნონას მინერალური ექნება სადმე გადანახული და გეხოცე მოვიცუნსულე რა. ახლავე. ნელა გოგო რას წამოხდი, ვის გაუფრთხილდი ცოტა რა. არა. ეს უკვე მეტის მეტი. ულამაზესი ხარ. ვართ. ანუ გიხდება კაბა. მე მეტყველების უნარი დავკარგე. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მადაც არ დაგიკარგება. არასოდეს. რით დავიმსახურე ეს ყველაფერი? რა ვიცი, აბა, დაფიქრდი. ვიცი, რამე დღეა და გამოგჩა? კაი, ხო გეხუმრები რა გჭირს. არაფერი, ხო შეიძლება ერთხელ მაინც მე გაგიკეთო რაღაცა, სულ შეუნდა მიკეთო? შენაირ ცელულებს აკავს კი. მოდი. მადლობა. დალევ? სვამთ კიდევაც? მე არა, მე წვენს. მეყოფა, მადლობა. გაგვიმარჯვეს. შენ გაგვიმარჯვეს. ეხლა იცი როგორი მომენტია? აი, ფილმებში ტიტრები რომ უნდა ამოვიდეს რა. ო, გიორგი, რა დროს ტიტრებია? რეალურად ეხლა ვიწყებთ მე და შენ ცხოვრებას. ხოდა ჩვენს ახლა დაწყებულ ცხოვრებას გავამარჯოს.
დღეს იცი რა კაი შეგრძნება მქონდა მაღაზიებში დავდიოდი და რაც კი ბავშვის ნახე, ყველაფრის ყიდვა მომინდა. ვეღარ ვითმან უკვე, ისე მეჩქარება მართლა. მე ქალბატონი ქეთევანი რომ არ მიშლიდეს. აი დღესვე უყიდიდი ყველაფერს, აი სრულიად ყველაფერს. ვიცი რა ვიფიქრე, შეგვიძლია რომ ანაბარი გავხსნათ მაგალითად. ანუ ვიცი როგორ ყოველთვიურად რო რაღაც თანხა შევიტანოთ ხოლმე და მე ის რომ 18-ის ან არ ვიცი 16-ის გახდება შეუძლია რომ ეს თანხა გამოიტანოს და არ ვიცი იყიდოს მაგალითად ბინა იმოგზაუროს ისწავლოს თუნდაც ანუ 1000 რაღაც გაკეთება შეუძლია და რას ფიქრობ შენ? რავი, სიამოვნებით. კი ბატონო, არა, მე არ მგონი ახლა ეს რო 18 წლის იქნება, მე ვერ შევძლო თქვენზე ზრუნვა, მაგრამ რავიც კი ბატონო. კარგი აზრია. ინდა ხვალვე წავალ, გავხსნი ანაბარს და ხვალვე დავუდებ თანხას ანგარიშზე. ნეტა მე თვითონ შემეძლოს მაგანობის გახსნა და თანხის დადება. რა იყო რა პრობლემაა? კიდე შენ ჩაგერიცხავ თანხას და შენ წადი ხვალ, გაუხსენი ანაბარი, დაუდე თანხა და მოდი, საერთოდ შენ უხელმძღვანელე ამ ანაბარს. ანუ მე მინიშნავ დირექტორად. დიახ. რა იყო? ხან ძალიან საყვარელი ხარ გიორგი. აი გვიცით უკვე. როდის შევიტანოთ? და რამდენი დავდოთ? როგორ ფიქრობ? რა ვიცი. როგორ შენით? აი. მე გადავწყვეტ ხო? მიდი რა გაგიცივდა ახლა შეჭამე და ავოკადოს სალათი მე მგონი ძალიან გემრიელი. ნახე აბა. მოგეთხოვე. არ შეგეშინდეს მე ვარ. მომენატრე და რა შევი? რა ვიცი, არა არ კარგად. რატო? აი რა ვიცი, ესე მოვდივარ სახლში, დებ ჩანთას, გასაღებს ტელეფონს. თუ ხდება რაღაცნაირად ჩაცმული შვილი და თან მეუბნება მომენატრეო. ვერა ხარ შენ მართლა კარგად რა. ამის გრაგული. მერე კიდე მეუნები ვის გავხარ ასეთი მაიმუნი. მაიმუნი არ ხარ. უბრალოდ ძალიან სიმპათიური ხარ. და როგორი ბუნების ბიჭი ვარდე რა? საოცარი, საოცარი. აი აქ გაკლია ცოტა, აი აქ. გამცივდა ხო? რაღაცა თვე კი არა. აბა? შიგნით ტვინში გაკლია. ტვინში ცოტა. გაკლია. არ არსებობს. რა ვიცი, ნამცხვარი მოვიტანე. ვიფიქრე ჩაის დავლებდით რა. ვისა შენ ესე ჩაცმული არც დამედი ხარ? არა, ჩავედი და ნამცხვარი ვიყიდე, ვიფიქრე ჩაის დავლებდით. შენც არ ახარ კარგად. ვიფიქრე ჩაის დავლებ თუ დრო გექნება რა თქმა უნდა. და გეხვეწები, ეგრე ნუ მიყურებ. არაფერი არ ხდება, ეხა ისეთ, უბრალოდ ჩაი დავლიოთ. ესე იგი რაღაცა ხდება. და თან ცუდი. არ ვიცი ეხლა ეს რამდენად ცუდია ან კარგია. მაგრამ რავი, დავიღალე რა. იცი რა მეტი არაფერი? რა ვიცი, მომბეზრდა ესე ყოფნა, ესე უაზროდ. ხო, კარგია. ძალიან კარგია რომ მაგას მიხვდი. ხო, თან მომბეზრდა ეს თინეიჯერები ცხოვრებაც რა, მოულდივი თადექი, დალია, მე გაერთე, მე ისევ ადექი, დალია. მე მგონი დაუბერდი ისე. შეიძლება. მაგრამ უფრო გაიზარდე. ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ არ აუშავს. თან ეს მარტო ცხოვრებაც აღარ მინდა რა. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ხვალ ცოლს მოვიყვან. გასაგებია? იყოს ზეგ.
აღარ მიგან ამ სხვა. დღეს გავაკეთებ ჩაის. აი ვიდი გააკეთე. აგები და გავაკეთებ. გამარჯობა, ანა. როგორ ხარ? ხო, არ გეჩქარება სადმე? კარგად. სადმე ყავას ხო არ დაგველია, ხო არ გვიჭორავა ცოტა. ყავა სიამოვნებით, მაგრამ თქვენ მდგომარეობაში მე მგონი ყავის დალევა არ არის რეკომენდირებული. იცი რა ვარ გავიგე? საიდან იყავით დარწმუნებული რომ მოვიდოდი? თან სპეციალურად 20 წუთი დავაგვიანა. მე არსად არ მეჩქარება. დღეს არ მოხვიდოდი, ხვალ მოხვიდოდი. ხვალ არ მოხვიდოდი, ზეგ მოხვიდოდი. აი, აქ რა წერია იმის გაგება, რომ ნამდვილად დაგაინტერესებდა. ეს ვიცოდი. ანა, ამას ასე ვერ მოგცემ. ეს ქაღალდი ძალიან ძვირფასია. ანა, ყველაფერს თავის ფასი აქვს. აბლობთ. არ გადათვლით? როგორ გიკადრება გენტუბი? ანუ, გაფრთხილებთ. რამეს რომ ატყუებდეთ, მართლა გეუბნებით. ჩაგალპობთ ციხეში. დამიჯერეთ. არ გატყუებ. წაიკითხე და ნახავ რო არ გატყუებ. რა არის ეს? ეს შენი შვილის დნმ-ის პასუხია. ჩემი შვილის დნმ-ის პასუხი მე ნანახი მაქვს. შენ რაც ნანახი გაქვს, ის ქალბატონი ქეთევანის შეკვეთა იყო და ეს ნამდვილი დნმ-ის პასუხი. რას ბოდავ რა? იცი მართალია ქალბატონმა ქეთევანმა მე არ დამიკონკრეტა ყველაფერი. მაგრამ როგორც მე ვხვდები, თქვენი ქმარი გიორგი ხო? ბევრად უფრო მოსწონს ვიდრე იცით, არ მინდოდა თქვენი ნერვიულობა, ანა, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა იცოდეთ არა. გიორგი არ არის შენი შვილის მამა. ჰალო. იტყუები. თქვი რა იტყუები? სადაც გინდა იქ გადაამოწ. მე ჯერ შენ ადგილას დედას დაველაპარაკებოდი. მართალია ქალბატონი ქეთევანი დამემუქრა რომ თუ რამეს გეტყოდი, ჩემი საქმე ცუდად წავიდოდა. მაგრამ იცი მე ქვეყნიდან მივდივარ და არაფრის არ მეშინია. გადადი მანქანიდან. გადავალ და ვერასდროს ვერ ვნახავ. წარმატებებს გისურვებ.